Welcome to the game, Beyond the Pixels. ხელმისაწვდომობა განსაკუთრებით დიდი პრობლემაა და ამას ეს თამაში ფაქტიურად გამარჯობა, მე ვარ გიორგი შელეგია და მე ვაკეთებ თამაშებს. ზოგადად როცა თამაშების შექმნაზე ვსაუბრობთ, ხალხს შეიძლება ეს მარტივი პროცესი ეგონოს. რაღაცა 1-2 თვის მუშაობა სამი კაცის მიერ და ძალიან მაგარი თამაში დაიდება. მაგრამ სამწუხაროდ მასე არ ხდება. თამაშებზე მუშაობენ სტუდიები, სადაც ასობით ადამიანი წლების განმავლობაში მუშაობს. იწყება თავდაპირველი იდეიდან, მისი პროტოტიპიდან, სატესტო ვერსიიდან, რამოდენიმე სხვადასხვა სატესტო ფაზიდან და შემდეგ უკვე ნელ-ნელა მიდის მომხმარებელთან. ამ პროცესში ჩართული არიან როგორც ხელოვანები, ანიმატორები, პროგრამისტები, მუსიკოსები, მწერლები და საერთო ჯამში ძალიან ბევრი პროფესიის ადამიანები. Game development-ის ინდუსტრია იზრდება ყოველ წელს და უკვე იქამდე მივედით, რომ დღეში ათასობით სხვადასხვა თამაში გამოდის. ამას განაპირობებს ის, რომ game development-ი ხდება უფრო და უფრო ხელმისაწვდომი. ამასთან ერთად, უფრო მეტი ადამიანი ირჩევს თამაშების თამაშს როგორც ჰობის. ანუ მეტი მომხმარებელი, მეტი მიმზოდებელი და ბაზარი ვითარდება. საქართველოს ცოტა რთულია game developer-ობა, იმიტომ რომ ნაკლები შესაძლებლობები გვაქვს უცხოელებთან შედარებით. უმეტესობა სტუდიებისა განლაგებულია ევროპის ქვეყნებში, ამერიკის ქვეყნებში და საქართველოში მხოლოდ რამოდენიმე თითზე ჩამოსატვილი სტუდია თუ მოიპოვება. მაგრამ ეგეც ისეთი საკითხია, რომელიც დიდად არ ცვლის მიდგომას დეველოპმენტის მიმართ. უმეტესი პრობლემა მაინც არის დაფინანსება და განვითარების გზები, იმიტომ რომ თამაშები არ კეთდება 500 ლარად და 5000 ლარად და ეს მოლოდინებიც არ უნდა გქონდეს. თუ გვინდა რომ შევქმნათ ღირებული პროდუქტი, უნდა დავდოთ დრო და ფინანსები ამისთვის. ამისთვის ქართული ორგანიზაციები, როგორიცაა Georgian Game Community, ცდილობენ რომ უცხოელი ექსპერტები აქ ჩამოიყვანონ, ხალხი დაინტერესონ საქართველოს ბაზრით და თვითონ დეველოპერებსაც მეტი სურვილი გაუჩნდეთ რომ განვითარდნენ. და ნელ-ნელა უკვე უკეთესი შედეგებიც იზრდება. Game development-ი საქართველოში ისევ ჩვენზეა დამოკიდებული იმ თაობაზე, ვინც დაიწყო ეს და ერთ-ერთი პირველი თაობა იყო, ვინც თამაშებს აკეთებდა საქართველოში. და ჩვენ ყველაფერს ვცდილობთ, რაც შეგვიძლია. ნებისმიერ კონფერენციაზე სადაც მივდივართ, საუკეთესო შედეგი მიგვაქვს ჩვენი შესაძლებლობებიდან გამომდინარე. მაგალითად, შარშან მე და კიდევ რამოდენიმე ქართველი game developer-ი ვიყავით წასული პოლონეთში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ კონფერენციაზე, რომელსაც ქვია Digital Dragons. და აქ ერთ-ერთმა ქართულმა თამაშმა მოიგო და აქ ქართულმა თამაშმა პირველად მოიპოვა ამხელა გამარჯვება საერთაშორისო კონფერენციაზე. ეს ძალიან ბევრს ნიშნავს ქართული გეიმინგ ინდუსტრიისთვის და უკვე რაღაც ინტერესი მაინც წამოვა. მინიმუმ ამ ბიჭების პროექტი მიაღწევს წარმატებას და საბოლოო ჯამში ასეთი გამარჯვებები დაგროვდება. რაც შეეხება დანარჩენს, ჩვენი თაობა, რომლებიც ერთ-ერთი პირველი იყვნენ ამ მხრივ საქართველოში, ვცდილობთ რომ რაც შეიძლება მეც შევუქმნათ ახალი შესაძლებლობები ვასწავლოთ game development-ის შესახებ და უბრალოდ ცნობადობა ავწიოთ ამ ინდუსტრიაზე. ალბათ 200-ზე მეტ ბავშვს ვასწავლე ჩემი კარიერის განმავლობაში და ერთი დეტალი შევამჩნიე, რაც ყველასთან ნაცნობი იყო. ძალიან რთულია დაწყება და ზუსტად ამას ვეხმარებოდი ბავშვებს, რომ დაიწყონ. რთულია, რომ იმ ლოგიკური აზროვნების ჯაჭვს მიხვდე, რომელიც ჭირდება პროგრამირებას და თამაშების შექმნაზე. ამიტომ ჩემი ერთადერთი რჩევა იქნება ის, რომ როცა ნახავთ რაღაც ბარიერს, ჩათვალეთ, რომ ეს არის გამოწვევა, რომელიც უნდა გადავახოთ. ეს არ არის იმის ნიშანი, რომ უნდა გაჩერდეთ. არავინ არ დაბადებულა ისე, რომ ყველაფერი იცოდეს და ყველაფერი გამოსდიოდეს. უბრალოდ მიაწექით თქვენ საქმეს. სხვა თუ არაფერი, ვიდეო თამაშებიც ასევე გვითხრობენ რაღაცა ამბავს. ასე რომ შეგიძლიათ შეხედოთ, როგორც წიგნს, რომელიც არ წაგიკითხავთ, ან ფილმს, რომელიც არ გიყურებით. მოკლედ რა გახდა რა მთელი დღე კომპიუტერთან ჯდომა შეიძლება რა უბედურებაა? რა თქმა უნდა, არსებობს სხვადასხვა სტერეოტიპები ამ პროფესიაზე. ერთ-ერთი მათგანი არის, რომ თამაშებს რახან აკეთებ, ესე იგი მთელი დღე თამაშობ, ესე იგი მთელი დღე კომპიუტერთან ხარ, რაც ნაწილობრივ მართალია. იმიტომ რომ როცა შენი სამუშაო სივრცეც და გასართობი სივრცეც ერთ მოწყობილობას უკავშირდება, რთულია დრო გამოყო სხვა რაღაცეებისთვის. ამიტომ მე ყველას ვურჩევ და ერთ-ერთი მეთოდი, რასაც მე ვიყენებ, არის რომ ყოველ 1 საათში ადექით გაიარეთ და სამუშაო დღის ბოლოს წადით ივარჯიშეთ. მერე შეგიძლიათ ითამაშოთ. და მეორე პატარა რჩევაც ეს არის, რომ game development-ში ვინც ვართ, ძალიან მეგობრული ხალხი ვართ. ამიტომ თუ სადმე იჭედებით, მოგწერეთ, სადმე ჯგუფში დაპოსტეთ და აუცილებლად გიპოვით.